მოგესალმებით ისევ ჩვენ გთავაზობთ უწყვეტ ეთერს იმ სასულიერო პირებთან ერთად, ვინც პატრიარქმა გაზარდა და პატრიარქთან ერთად მოდიან წლები და 40 წელია წარმოიდგინე და მეტი მამაო არის პატრიარქთან ერთად მოდის და თუ შეიძლება აუცილებლად ეხა ეს აი ფიზიკურად რო არ მომეყვანა ეს ადამიანი არ არსებობდა, იმიტომ რომ მამამ ძალიან ბევრი თითქმის პატრიარქის წიგნია ჩათვალეთ მამა გიორგი ჩაჩავა და მამაო თუ შეიძლება რომ აი რა ჯერ ვიზიარებ იმ წუხარებას და იმ ტკივის რასაც თქვენ ატარებთ და რით შეიძლება დაიწყოთ და რა შეიძლება გაიხსენოთ მის შესახებ. ეჭედაში საქმე მე მგონი ამ დღეებში ძალიან ბევრი ითქვა და კიდე უფრო მეტი იქნება ნათქვამი, მაგრამ შეიძლება სიტყვით ეხლა აღწერო ჩვენი განცდა. რა თქმა უნდა შეუძლებელია და მე პირადად აი არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გაიარა პატრიარქის ტიახში და დღეს ესე იგი ყველაზე კორექტული იქნებოდა ხა დამჯდარი ყვავით და გვეტირა ყველანი ერთად. მაგრამ ღია ეთერი ამისთვის არ არის და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ჩვენი თავი ავიყვანოთ, ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ, ჩვენ გვესმის რომ ამაზე ვისაუბრებთ, საწავიდა პატრიარქი და შესაბამისად ასე რომ თქვა რომ დაკარგულები და დაუმლებულები არა ვართ, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა ჩვენი თავი ხელში ავიყვანოთ და შევძლოთ რომ აი ამ საკითხებზე დღეს ვისაუბროთ, შევეხოთ და მე მინდა გითხრათ რომ იცით არის ასეთი გამონათქვამი რომ როცა შენ გინდა ძალიან დიდი მთა შეაფასო აი პირდაპირ მთასთან რო დგეხარ იმას შენ ვერ ხედავ იმისთვის რომ შენ მთა დაინახო შენ რამდენიმე კილომეტრით მაინც უნდა მოშორდე რომ ისი სიდიადე და სილამაზე დაინახო და ზუსტად მე მგონია ეს პერიოდი იქნება ის პერიოდი როცა მოვშორდებით ფიზიკურად უფრო სხვანაირად დავინახავთ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ეს ცხოვრება ისე გადის რომ ბევრი რაღაცა აი ხლა ვფიქრობ ხო შემეძლო უფრო მეტად მე კონტაქტა პატრიარქთან მეტი რაღაცა გამეგო მისგან მაგრამ რა ვიცი ბუნებით მორიდებული ადამიანი ვარ და იმდენი ხალხი ყავდა იმდენი შემწუხებელი ყავდა რომ კიდე კი ჩვენ გვეკონტაქტებოდა გვესაუბრებოდა სხვათაშორის მოთხოვნიც იყო რომ ჩვენ ყოფილიყავით მაღალ დონეზე მე ხლა უცოდ გამახსენდა ის ფაქტი რომ ვარ დიაკვანი და ვკითხულობ სახარებას ну მაშინ ტირის დროს და დავიკითხე ეს არის ცნობილი სახარება არის როცა მარიამ მოვიდა სწრაფქალაქად იუდასა და მივიდა სახლსა ზაქარიასასა და მოიკითხა ელისაბედს ხო და რო წავიკითხე პატრიარქმა მკითხა და იცი ეს სახარებაო ზეპირათო მე თქვი არა ტექსტთან ახლოს ვიცი ზეპირათ არავეს უნდა ზეპირათ იცოდეო ხო აი ამიტომ და მაგრამ ეს ყველაფერი იცით როგორ იყო აი შენიშვნასაც თუ მოგცემთ ეს იყო იმდენად რბილი იმდენად სიყვარულით სავსე რომ იქ არც ერთი მომენტი რაღაცა წყენა ან რაღაც ისა არ ქონდა პირიქით იმ წუთში გიჩნდებოდა სურვილი რომ აი იმ წამსვე გაგეკეთებია შეგესრულებია მისი მით უმეტეს მე ერთხელ მოგიყევით რომ მისი რჩევა იყო ერთ-ერთი რჩევის წლების განმავლობაში ხდებოდი რამდენად სწორი რჩევა იყო და ამიტომ მე ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები ჰქონდა ჩემთვის მოცემული და რომლებიც მე თავიდან ვერ გავიგე მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი ლოგიკით თვითონ მე სხვანაირად ჰქონდა აწყობილი და მან რომ მითხრა მე კი დავემორჩილე შევასწრო და მე წლების განმავლობაში ხდებოდი თუ რამდენად დიდი და სწორი და ღრმა ესეთი რჩევა იყო და ამიტომ მისი ნებისმიერ ესეთი რჩევა იყო ყოველთვის გინდოდა რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს შეგესრულებია და შენი დონე აგემაღლებია სხვათა შორის მე ეს სიტყვები მახსოვს პატრიარქისო როცა მაკურთხა თლად მითხრა შენო
ხალხს ვემსახურეო და მარტო ამაზე იფიქრეო და რაც საჭიროა ღმერთი იმას მოგცემსო ბრევსო ხალხს ემსახურე და აი ვცდილობ რომ ეს შევასრულო და რა არის იცით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რა თქმა უნდა ეპიზოდში შეგვიძლია გავიხსენოთ მაგრამ ეხლა მთავარი მინდა გითხრათ რომ კი აი ადამიანოთ ეხლა ისეთი დიდი ტკივილი ძი რაღაცა თითქოს რაღაცა გულიდან რაღაცა ამოგაგლიჯეს და რაღაცა აი გამონგრეული ეგ შიგნით და ესეთი დიდი ნაპრალი არის მაგრამ მაინც მე ხვდები რომ ესე იგი ღმერთმა პატრიარქ მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ აი რასაც მე 79 წლიდან ამ ადამიანს ვაკვირდებოდი იმის შემ აი რაც მაშინ უდიდესი რწმენა და მასთან პარალელურად იყო უდიდესი პატრიოტიზმი და თავისი ქვეყნის სიყვარული ანუ შეიძლება ითქვას რომ აი ასეთი დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი ისე კი არა თორემ სიტუაცია მე ცოტა შემხედრია კი ცოტა თავდადებული და უდიდესი პატრიოტი და მე ჩვენ გვესმის რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არ იცვლება პიროვნულად კი ხდება კიდე უფრო უკეთესი იმიტომ რომ სასუფეველში ვინც არის სასუფეველში ის არის წმინდა იქნება მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ დღეს ჩვენ პატრიარქის პიროვნებიდან გამომდინარე მისი ხასიათიდან აი მთლიანად რა ადამიანიც არის პატრიარქი და მე წარსულში არ მინდა გავიხსენო რომ არის ხო მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ არ დაობლდით იმიტომ რომ ის იქიდან უკვე სხვა იპოსტასით ამ ქვეყანას გვერდში დაუდგება და ჩვენს უყველას და ამ ქვეყანას ძალიან დიდი მლოცველი ფიზიკურად მამა ხო ადრე აიღო აქედან მაგრამ იქ და როცა იქ ყავს მლოცველი ეს კიდე უფრო მეტი არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ გასაგები არის რომ პატრიარქს ექნება 40 დღის შემდეგ პირდაპირი საშუალება რომ იყოს ჩვენი მეოხი ღმერთის წინაშე ჩვენი ქვეყნის და კონკრეტულად ყველა ჩვენი და აი ამაში მე დარწმუნებული ვარ და ამიტომ აი ეს დიდი ტკივილი კიდე ძალიან შორს არ მიდის არამედ სადღაც ჩერდება რაღაც ფარგლებში იმიტომ როცა ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არის ანუ ეხლა ადრე ითანდეთ როგორ იყო აი პატრიარქი იყო ძალიან იოლად მისაწვდომი პიროვნება. იცით როგორი იოლად მისაწვდომი. აი როცა გინდა შეგეძლო მისულიყავი და აი ესეთი უბრალოება მე ლენინგრადში რო ჩავედი იქ არქიმანდრიტი ჩუბდები ხდელი არქიმანდრიტი ყავდა ნუ დიდი არაფერი ნუ გახდა რექტორი ხო მისი ნახვა და მასთან დალაპარაკება 50-ჯერ უფრო რთული იყო ვიდრე პატრიარქთან. ხო. ჩვენ პატრიარქთან მისვლა. და მე მახსოვს 80-იან წლებში რომ აი ყველა მიდიოდა, ყველა აწუხებდა და ჩვენ უკვე გვერიდებოდა. მაგრამ პატრიარქი ღებულობდა აი ბოლო ძალებს პოულობდა და ღებულობდა უსმენდა სულ ყველას და მე მინდა გითხრათ რომ აი ეს თვისება მასში პიროვნული თვისება რა თქმა უნდა გამოყვება და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გამომჟღავდება იმ სამყაროში ღვთისმსახურებელში და იქიდან და მე მინდა გითხრათ დღეს თუ მაინც აი პირადად ეხლა ბოლო წლები კოვიდის შემდეგ ხო ძალიან მერიდებოდა რომ აი პატრიარქთან მისვლა ნახვა იმიტომ რომ ფიქრობდი მე 24 საათი ხალხთან ვარ შეიძლება ვიყო რაიმე ვირუსის ტარებელი და თვითონაც ვერ ხდებოდე ხანდისთან იცი შეიძლება გადაიტანო ისე ვირუსი რომ ვერც მიხვდე რომ ავათხარ ამ დროს იყო ტარებელი და ვიღაცას გადაძდო და რა თქმა უნდა ბოლო კოვიდის შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი უკვე მე თვითონ შემთავს აუგზალე რომ რაღაც ისა შეწუხება მაგრამ დღეს აი ხლა 40-ის შემდეგ ხო ჩვენ ნებისმიერ მომენტში შევძლებთ რომ შევაწუხოთ პატრიარქი
სთხოვოდებას რაღაცა შეწევნა თანადგომა ღმერთის წინაშე და ამ შემთხვევაში უკვე პატრიარქი გახდა უნივერსალური მისი შესაძლებლობები იქ ბევრად უფრო დიდი იქნება ვიდრე აქ იყო ბოლო წლებში და ჩვენ 24 საათის განმავლობაში შევძლებთ რომ მას მივმართოთ შევაწუხოთ ვთხოვოთ და აი ეს მისი დახმარება ყოველთვის იქნება მაგრამ ეხლა რაც შეეხება ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ სულ ესე იგი ვტვირთავთ აი პატრიარქი მაგრამ ჩვენი პასუხისგებლობაც ხო უნდა არსებობდეს ხო წარმოიდგინეთ აი ჩვენი პასუხისგებლობა რაში არის აი მე ეხლა აი რა პასუხისგებლობას გზნობ პატრიარქის წინაშე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე რა თქმა უნდა როცა ასეთი დიდი პატრიოტი მიდის თავისი ქვეყნიდან ხო ესე იგი ჩვენ უნდა აი ეს პატრიოტიზმის შირაღდანი მისი ხელიდან ფიზიკური თორემ ის იქიდანაც ის არის უნდა ჩვენ თვითონ ვიტვირთოთ და ჩვენ თვითონ უნდა ვიაროთ იმიტომ რომ პატრიარქმა ფიზიკურად ჩვენ დავტოვა ძალიან რთულ პერიოდში აი ძალიან რთულ პერიოდში მე ვერც კი წარმოვიდგენდი რამდენიმე წლის წინ რომ პლანეტა მივა აი ასეთ რთულ პერიოდამდე და დღეს მთელი პლანეტა და გასაგებია რომ ჩვენი ქვეყანაც ძალიან რთულ გზის გასაყარზე დგას და აი აქ ძალიან დიდი პასუხისგებლობა გვაქვს იმიტომ რომ დღესდღეობით იცით როგორ არის უკვე ადრე თუ ჩვენ გქონდა იმედი რომ ვიღაცის შეწყალებაზე რომ ვიღაცა შევეცოდებით ვიღაცა სამართლიანად მოგვექცევა ვიღაცა კაცმოყვარედ მოგვექცევა აღარ არის დღეს ჩვენ დავინახეთ რომ სამყაროში პირდაპირ ოფიციალურად გამოცხადა აქამდე მაინც თუ იყო ინიღბებოდა რაღაც იმებით დღეს ოფიციალურად გამოცხადა ძლიერი სუფლება ამ პლანეტაზე ვინ არის ძლიერი ის არის ინგლისურენოვანი ასეთი გამონათქვამი the winners take it all გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს დაგებულს არაფერს არ უტოვებს აი რომ ვინც გაიმარჯვებს ხო ის რომ თქვა რომ აი მე მიმაქვს მაგრამ ეს შენ არა გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს აი ესეთი გამონათქვამია და ზუსტად ასეთ პერიოდში ჩვენ აღმოჩნდით დღეს შობლის გარეშე ხო მაგრამ ისე ვიმეორებ რომ ის არის იქ იქნება და იქიდან მაგრამ ის ძალა ხო უნდა გეყოს ის კავშირო და ამყარო ცოტა რთულია ხო აი ამ სუსტი რწმენით მამო ძალიან რთულია ხა ჩვენ მაგრამ იცით რა შესაქმე გააჩნია იქიდან რამდენად ძლიერი იმპულსი მოდის თუ იქიდან ძლიერი იმპულსი მოდის შეიძლება საერთოდ დიდად არც არაფერი იყოს სულიერ ცხოვრებაში მაგრამ არის კაი გზნობ ნუ თლათ ეხლა ბრმა თუ არ ხარ ხო ადამიანი და თლათ ეხლა გახევებული აი ესე იგი გამხმარი ტოტივით თუ არ ხარ ხო ცოტა იდრიკები მაინც ხო შენ გზნობ შეწევნას ეხლა უნდა იგრძნო ხო მაგრამ ზოგი მართლა ისეთი ბრმა არის რაც არ უნდა გაუკეთო იტყვის რომ ვა რა მოხდა აბა არაფერი მაგრამ ის ადამიანი ვინც უფრო სენსიტიური არის ხო ასეთი მოვლენების მიმართ ის იმ წუთში იგრძნობს საკუთარი ინიციატივის გარეშე პირიქით იქიდან წამოვა ინიციატივა რომ ჩვენ დაგვეხმაროს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ უნდა გწამდეს და ეს უნდა გჯეროდეს და უნდა თან რაც თავარია ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად როცა ადამიანი მზად არის რომ ასეთი მოვლენა აღიქვას შეიმეცნოს ხო მაშინ ის გააკეთებს მაგრამ თუ ის არის დაკეტილი აი მასავით როგორც კუსავით თუ შემძრალია იმაში ჩაკეტილი გასაგებია ვერ დაინახავს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მე უკვე ველოდები უკვე ესე იგი უკვე დავასაქმე პატრიარქი უკვე ერთი თხოვნა მაქვს მის მიმართ და ნუ გასაგებია 40-მდე და რა თხოვნა აი გეტყვით ახლა საიდუმლო არის რომ ჩვენ ეკლესიაში ყველაფერი ნორმალურად წარიმართოს იმიტომ რომ რა ხდება მე წეგან როცა ვისაუბრე რომ ქვეყანა გადის სამყარო ძალიან რთულ ასეთ გზაზე ამას უნდა დაემატოს რომ ჩვენ დღეს მე ბევრჯერ ამ სტუდიიდან მაქვს აღნიშნული და ეს ისეთი პრობლემა რომ ყოველ ჯერზე ვთვლი რომ შემიძლია ისევ გავიმეორო
და დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ათეიზმი სერიოზულად ძლავრობს დღეს. და მე მინდა გითხრათ ბატონო გიორგი, აი მოგიყვეთ ახლა თქვენ შედარებით ახალგაზრდა ბრძანდები და ეს რაღაცები მე როცა სწავლობდი სასულიერო სემინარიაში გასაგები იყო რომ მაშინ ათეისტურ სამყაროში ცხოვრობდით და რაღაცა პოლემიკაც ჰქონდა ათეისტებთან და მე მინდოდა რომ მზად ყოფილიყავი ამ ათეისტებთან პოლემიკისთვის და მე შევდიოდი ბიბლიოთეკაში და იქ ოფიციალურად ყველა ბიბლიოთეკაში იყო ერთი გაყოფილება პოლკა ათეისტა, ანუ ათეისტის კუთხე. სადაც თანაც ეს შიგნით საცავში კი არ იყო, არ ხარ საცავში, მაგრამ რაღაც წიგნები გარეთ არის დალაგებული. და აი ეს ათეისტის წიგნები სპეციალურად გარეთა თაროზე იყო, რომ არც დაგჭირდეს, რომ გამოწერო ავტორის შრიფტი, რაღაცა დაელოდოთ იქ, არა, ის იქვე იდო, ასეთი სისტემა იყო. ნუ ბიბლიოთეკის ძალიან ხშირი ის ვიყავი, სტუმარი და ამიტომ ეს ხო სისტემა ვიცი. და მე მივდიოდი და ამოვიღებდი ამ წიგნებს. და წავიკითხავდი, აბა რას ამბობენ და მე მინდა გითხრათ, რომ საბავშვო ბაღის დონე იყო. ფიქრობდი, აი ახლა აი ამათ ხო, ყველას ერთად დავსვავ და ის არის, ნუ მოვაკეტი. აი ბოდიში აი ამ სიტყვისთვის მოვაკეტინებ რა. იმდენად პრიმიტიული იყო. აი დღეს როცა მე უყურებ ათეისტები რასაც აკეთებენ. ეს არის გაცილებით უფრო ძლიერი ისა. ბოროტი და ვერაგი. ხო, ესე იგი წარმოვიდგინოთ რომ შევადაგოთ პატარა ველოსიპედების სახელოსნო და Mercedes-Benz-ის ქარხანა. აი როგორც განსხვავდება, ისე განსხვავდება დღეს საბჭოთა ათეიზმი დღევანდელ ათეიზმთან იმდენად ეს არის გაძლიერებული. და ჩანს რომ რაღაც ძალები ამაში ძალიან სერიოზულ თანხებს დებენ. ძალიან სერიოზულ თანხებს დებენ, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები ვერ შეიქმნება თავისით. დღევანდელ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, რომ დაფინანსების გარშე ვერაფერს ვერ გააკეთებ. კი ბატონო. წარმოგიდგენ ახლა ამ სტუდიას რო არ ქონდეს ერთი დღე დაფინანსება, აგერ ჩაქრება შუქი ელემენტარულად სხვა თუ არაფერი, თუ შუქის ფული არ გადაიხადა სტუდია, ჩვენ ვიქნებით სიბნელეში და ვერც ჩავატარებთ, ხო? ანუ და იქ მე ვხედავ, რომ ჩადებულია უზარმაზარი თანხები და აყვანილი ყავთ საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ხალხი. ანუ თან მე ვხედავ რომ ეს არის სისტემური. ეს არ არის რომ ვიღაცას თავში რაღაცა უვარდა და გვებძვის. აქ ვხედავ რომ მთელი სისტემა გვებძვის. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ცოტა არხეინი ხალხი ვართ რა. და ვერ ვხედავთ ამას. აი ხანდისად ზოგიერთ ჩემ კოლეგას რო შევხვდები და დაველაპარაკები, ხო, რაღაცა, ნუ რაღაც ისეთი კომენტარები რომ აქამდე თითქოს ეთყობა რომ არც უფიქრიათ ამ პრობლემაზე. ამ დროს ეს მე დღი ყველაზე მეტად მაწუხებს. ხო. იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ რა ხდება. აი წარმოვიდგინოთ შენ რომ ჩაგაბარონ სხვარი და მგლებმა მერე დაგლიჯონ ეს სხვარი, ხო? შენ ვინც ჩაგაბარა იმას მე როგორ უნდა თვალებში როგორ უნდა შეხედო, თქვა რომ რა ვიცი, აი მოვიდნენ გლები და წარიტაცეს ეს ჩვენი სხვარი. აი ასევე ქრისტესგან ჩაბარებული, აი ეს მრევლი, ხო? და როცა ამ ათეისტებს ასე მიყავთ და მიყავთ ესენი. ხო? და ამიტომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობები არის. და აქ შეიძლება ძალიან სერიოზული, იცით როგორ არის? მე მახსოვს ჭადრაკზე მე რომ მივედი 5 წლის ვიყავი რომ მიმიყვანეს. იმიტომ რომ პატარა ვიყავი და მაინც შემამოწეს ხო რამდენად ვიცი თამაში და დავით ივანიჩი ჯანოევი იყო პირველი ჩემი წვრთნელი ჭადრაკში და მან აბა მოდი ვითამაშოთ და დავიწყე თამაში, მაგრამ 5 წლის ასაკში ავდექი იმ წუთში ლაზიერი განვავითარე და მარტო ლაზიერი დაუწყე შეტევა. ნუ ნახა რომ თამაშობ რაღაცა და რომ უკვე შეიძლება ჩემი მიღება და თქვა რომ კი მიღებულია, მოვიდეს კვირას უკვე და მე რო ავდექი თავზე მომეფერე და მითხრა ესეთი სიტყვა. Один в поле не воин. ერთი
მარტო მინდორში მებრძოლი ცოდოა ვერ იქნებ შენ მარტო ვერ იბრძოლი ესე პატრიარქი ეგეთი იყო ხო და შენ უნდა ფიგურები განავითარო და ახლა დღეს ზუსტად ხო ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ცალ-ცალკე აღებულები ჩვენ აი ამ პრობლემებს ვერ მოვერევით და ამიტომ მე აი ეს პატრიარქს ეს ვთხოვე რომ პატრიარქმა ისე გააკეთოს რომ ჩვენ ისე გავერთიანდეთ არ მოხდეს ერთმანეთის სტიგმატიზაცია რაც საკმაოდ საშიშიც არის თქვენ ფიქრობთ რომ ეს ახლოს არის შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ ესეთ მოვლენებს მამამ სოფლიოში რომ გადავხედე ახლავს იმიტომ რომ ხდება ხოლმე რაც გაჩერებული ქონდა რაღაც ძალას შემდგომ ეს ძალა რომ იკარგება ამ ქვეყნად აუცილებლად მე რაღაცა პატრიარქი იყო უპირობო ლიდერი და რაც თავარია ჩვენ პრაქტიკულად დღეს ყველა მოქმედი სასულიერო პირი თუ ეპისკოპოსი არიან მისი ნაკურთხი და შესაბამისად ის ჩვენი ლიდერი იყო უპირობო ხო და ამიტომ დღეს მაგრამ მიუხედავისა მაშინაც კი იყო ასეთი მცდელობები ერთმანეთის სტიგმატიზაციის რაღაც ისა ვიღაცაზე მაგრამ ბოლომდე ვერ ახდენდა დადგომა ვიღაცას უნდა და იყო ეს ტენდენციები იყო რაღაცა ზოგიერთ სასულიერო პირებს უნდა რომ საკუთარ თავზე აეღოთ ასე რომ ვთქვათ საპატრიარქოს ფუნქციები თვითონ იყვნენ ესე იგი მარტკვეთელობა ანუ პატრიარქის ერთ-ერთი მოვალეობა არის მარტკვეთელობა და ეს მარტკვეთელობა რომელიც პატრიარქს და ეპისკოპოსს ეკუთვნის დაუშვათ ზოგიერთ სასულიერო პირს უნდა და ხელში აღება და რაც იყო ძალიან ესეთი რთული. ნუ ეს ყოველთვის ასეთი ცნუნებები არსებობს და ამიტომ ჩვენი ყველაზე დიდი თხოვნა იქნება რომ პატრიარქის ლოცვით და იქიდან მისი მოღვაწეობით და შთაგონებით ჩვენ დავრჩეთ ერთიანები და შევძლოთ ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ. აი ეს უნდა მოხდეს ჩვენში, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ გავუმკლავდეთ აი იმ გამოწვევებს. გინდათ რომ აი ერთიანებით რომ დავრჩეთ, აი როგორც ერთი გუნდი მართლა, აი რაღაც ერთი გუნდი, ხო? მაინც შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს ბრძოლა. იმიტომ რომ ჩვენ წინამდე დგას ძალიან დიდი ვერაგი ხო ძალა მომზადებული ძალა ორგანიზებული ძალა კი თან მამაო ჩვენ სუსტები ვართ არ დაგვაუწყეს ახლა ეს ძლიერადები ვართ ისინი არიან თამიმდევრული სისტემური ადამიანები ისინი მოქმედებენ ჩვენ მოქმედებთ აი ესე შთაგონებით ხო და ემოციებზე და ისინი მოქმედებენ ისა აი ეს როგორ არის მისიით მოქმედებენ კონკრეტულად როგორც ფერარი რომ გავარდება გამოვარდება და რაღაცა და წარმოვიდგინოთ კამაცუს ბულდოზერი რომ 150 ტონიანი კამაცუს ბულდოზერი რომ მოდის ხო ის მოდის ნელა მაგრამ აბა დაუძეკი ესე იგი ის არის გათვალისწინებული ის რომ თა დაშალოს რა ეს კარიერნი ის არის ბულდოზერი არის რომ უნდა დაშალოს თა და აი ესენი მაინც დასავლეთური ეს არის სისტემა არის ზუსტად აი ესეთი სისტემა არის ისინი სისტემურად მოქმედებენ და ამიტომ ძალიან ძნელი იქნება ეს ყველაფერი და მე მინდა გითხრათ იცით სხვათა შორის ახლა ჩვენ როცა საუბრობთ რომ პატრიარქი გადავიდა იმ სამყაროში ნუ არც ისე დიდი ხნით ადრე ჯერ მამა ჩემი გავიდა იმ სამყაროში მე დედა ჩემი და ორივე შემთხვევაში როცა ისინი წავიდნენ მე ვიფიქრე იცით აი რა უნდა გავაკეთო მე ხო ვიცოდი მაგათი ხასიათი აი მე რა უნდა მაგათ გავუკეთო და რა თქმა უნდა ძალიან იული დასვლა გავაკეთე რომ მე უნდა ეხლა ვიცხოვრო და ვიმოღვაწეო ისე რომ ისინი იქიდან იყვნენ ჩემი თქმაყოფილები სხვა არაფერი და გასაგები ეხლა პატრიარქის შემთხვევაშიც მე რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზუსტად იგივე ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე რომ პატრიარქი იქიდან იყოს ჩვენი კმაყოფილი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სხვათა შორის გუშინ როცა ვიყავი იქ სავანტყოფოში და მე მივედი საპატრიარქოში მე დავინახე როგორ ერი გაერთიანდა ხო იქ აღარ შეიმჩნეოდა პოზიცია ოპოზიცია იმას ისაყვარს იმას ესე იგი მე 9 აპრილი გამახსენდა
მაშინაც მე მახსოვს, პატრიარქი იყო, რა თქმა უნდა, ყველა საკვანძო მომენტში პატრიარქი თავის ერთად იდგა და იქაც პატრიარქი იდგა. და ბოლომდე, ღირსეულად და ბოლომდე ეს ჯარო რო დაიწყო დარბევა, ბოლომდე იქ გაჩერდა და ჩვენ ვიგერიებდით აი ამ ჯარის შემოტევას. ხო, პატრიარქი დარჩა კი არ გაიგე. მაშინ თქვენ მღვდელი იყავით, ხო უკვე მამა? ხო და მე მინდა გითხრათ რომ იცით არა დიაკვანი. მაგრამ ჯერ დიაკვანი ვიყავი. ხო და აი მე რას გეუბნებოდათ მამა პატრიარქი თუ შეიძლება რომ აი გეხოცებთ რაღაც დეტალები და გავიხსენო იმიტომ რომ იცით რა მოხდა იქიდან ეს დარბევა რომ მოხდა რომ დაბრუნდით ტაძარში ეს იყო მოხდა შაბათს საღამოს და კვირას დილას უნდა წირვა ყოფილიყო რა მოვედით შევით ყველანი დავდექით და პატრიარქმა გადახედა მხალს ყველა მისგან გეშწელოდებოდა და პატრიარქმა დაიწყო ტირილი და მთელი ტაძარი ვტიროდით მასთან ერთად ვიტირეთ და მე დავიწყეთ წირვა და ეს იყო ყველაზე მეტი რისი თქმაც მას შეეძლო იმიტომ რომ ხანდისხან აი ეს ემოცია ეს განცდა ვერცერთ სიტყვაში ვერ ეტევა ეს განცდა ემოცია ხშირად სიტყვაზე უფრო მეტი არის და ამ ცრემლით ჩვენ მაშინ გამოვიტირეთ ეს 9 აპრილი ხო და ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ხო და აი ეს არის რომ პატრიარქი ყოველთვის ჩვენს გვერდში იყო და აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვარ დღეს რომ როცა ჩვენი ერი დგას ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ რომ ის იქიდან იყოს ჩვენი კმაყოფილი კი ჩვენ ხო ვამბობთ რომ პატრიარქი მიდის და იქნება სასუფეველში მაგრამ ეს მისთვის სასუფეველი ნუ ეს ჩემი თეოლოგუმენი არის იცით არსებობს დოგმა არსებობს თეოლოგუმენი დოგმა ეს არის რომ ყველა ადამიანი ვალდებულია რომ დაემორჩილოს მაგრამ ყველა ღვთისმეტყველს აქვს თავისი თეოლოგუმენი ამიტომ ეს თეოლოგუმენი ესეთი რამ არის რომ არა შეიძლება არავინ არ გაიზიაროს ჩემი თეოლოგუმ, მაგრამ მე ვთვლი პატრიარქი იქნება 64-ში, მაგრამ აი ცისფერცაზე სადაც ის იქნება ერთი ღრუბელი ისეთი საკმაოდ. რომელიც გადაგვეფარება. არა, ღრუბელი, რომელიც მას ყოველთვის შეაწუხებს. ეს იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მდგომარეობა. იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ეს დღეს აი ეს მე ძალიან მეშინია ნუ პრაქტიკულად 9 აპრილისთვისაც დროსაც ვიყავით ასეთი გაერთიანებულები და დღესაც ვართ ასე გაერთიანებული მაგრამ მე ძალიან მეშინია რომ ჩვენი ერი გავს მე ჩვენ ერთს ვადარებ აზონთან აი წვიმისში საერთოდ ვალენტობა როგორ არის ის არის ჟანგბადი ვალენტური არის და O2 არის და ეს არის ჟანგბადი მაგრამ ძლიერი ჭექა-ხუხილის დროს ჟანგბადს ეძლევა დამატებით ენერგია და ის ხდება დამატებით ვალენტური და იერთებს მესამე ოს და O3 აი ეს O3 ეს არის აზონი ალოტროპია და იცით აი იმიტომ აი ძალიან ძლიერი წვიმის შემდეგ როცა ჭექა-ხუხილი იყო ძალიან ძლიერი ხო იქ ძალიან ათასობით ვოლტი გადის იმაში ამ დროს იქნება ეს აზონი O3 ეძლევა ენერგია ახალი ვალენტობა და ცოტა ხანი ჩვენ ვზობ რომ სხვანაირი ესეთი ჰაერი არის ცოტა გათრობს კიდევაც და რაღაც სუფთა და ტკბილი ჰაერივით შემოდის და სხვანაირი სისუფთავი არის და სხვანაირად სუნთქავ. ეს არის აზონი. მაგრამ რა ხდება, იცით? აი ხო შეიქმნება აზონი. აი ხო სუნთქავ და უცბად გაქრება ეს. და იმიტომ რომ ეს არ არის მკვრივი ისა შეერთება და ის ელექტრონი კარგავს იმ ზარიადს, იმიტომ რომ ის ჭექა-ხუხილის დროს მიღებული და ისე ვიშლება ორად და ეს O1 მიდის სხვა ორს პოულობს. აი ჩვენ ეს აი ასე ვადარებ მე იცით აი ზუსტად გავს აზონს. ესე იგი რაღაცა ძიმე სიტუაციის დროს უცბად გავერთიანდებით, შევიკრებით და მართლა აზონივით ასეთი ტკბილი და კარგი ხვდებით. მაგრამ უცბად გაიხედავ და
აღარ არის. აი როგორც აზონი ხრება, აი ვისაც აქ ეს გამოცდილი, ხო? და ვისაც უყვარს აი აზონის სულ თქვა წვიმის შემდეგ, ჭექახოხილის შემდეგ მიხვდ ისინი კარგად იციან, რომ როგორ უცბად მოულოდნელად ხრება. აი გაიხედავ და აი გუშინ ასეთი შეკრული ერი ერთად დამდგარი და უცბად ეხლა ისევ დაგსაქსული და როგორც ქრისტე ბრძანა სახელი, რომელიც საკუთარ თავში გაიყოფა, ის მტერი ძალიან იოლად იმას მოერევა. მამა თუ შეიძლება აი მაპატიეთ თუ კითხოთ კიდე პატრიარქთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრი გასახსენებელი აქვს და მინდა რომ გაიხსენოთ რამოდენიმე დეტალი, იმიტომ რომ ძალიან ჯერ მისი მოღვაწეობის შესახებ მამა აი აკადემიის გახსნა, სემინარის გახსნა, აი ტაძრების გახსნა და ის ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მე მინდა იცით რაზე ვისაუბრო ახლა რომ ხო პატრიარქს ჯერ ერთი იცით რა იყო კარგი, იცი რომ შენ რო ხარ მორწმუნე ეს კარგია. გამიშის რომ შენ იყო ლიდერი, შენ კიდე სხვა თვისებები უნდა გქონდეს. და პატრიარქი იყო, აი მე რაც დავინახე ძალიან მაგარი ესთეტი. აი ყველაფერი რაც იყო დახვეწილი, ლამაზი, ესთეტური, ამიტომ ის მეგობრობდა მხატვრებთან, მოქანდაკეებთან და აი ესეთი ყველაზე ნიჭიერი, იმიტომ რომ მას უყვარდა ლამაზი ხელოვნება ძალიან უყვარდა. ხელოვნების კაცი იყო. პატრიარქი რომ არ ყოფილიყო სასულიერო პირი, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ხელოვანი იქნებოდა აუცილებლად და ის იყო ესთეტი. და აი ეს ესთეტობა მას ეხმარებოდა და რაც თავარია, აი ამ ესთეტობაზე ზემოდან კიდე იდებოდა მისი ხედვა. ეს იყო ხედვის ადამიანი. ანუ რა, მას შეეძლო სტრატეგიულად ისეთი გაბედული რაღაცა დაენახა, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი, როცა ვიყავით, წარმოვიდგინეთ ახლა ათეისტურ სამყაროში და იმაზე მიდიოდა ბრძოლა, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. ანუ არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვს. მაშინ ამაზე მიდიოდა მხოლოდ საუბარი. მაგრამ პატრიარქი დგავდა ისეთ ნაბიჯებს, ისეთ გაბედულ ნაბიჯებს, რომ აი მე ბევრჯერ, აი მე ესე იგი, თუ რაღაცა მე თქვი რაღაც არ უყონ ამ პატრიარქს, იმიტომ რომ აი ესეთი ამ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ძალიან გაბედული ნაბიჯები და აი რუსეთთან შედარებით ჩვენთან გაცილებით უფრო მეტი თავისუფლება იყო და მეტი მოღვაწეობა იყო და აი მას ჰქონდა ხედვა. ეს იყო ხედვის, სტრატეგიული ხედვის ადამიანი. აი იცით როგორ არის აი ჭადრაკში არის ზოგი მოჭადრაკე რომელიც თამაშობს თავდაცვაში განსაკუთრებით თუ ძლიერი მოწინააღმდეგე არის გამოიყვანს ფიგურებს ისე დაალაგებს შექმნის ასეთ კაი სერიოზულ დაცულ მდგომარეობას და ელოდება როდის თუ მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებს რომ მე რაღაცა თუ არა და თამაშობს დაცვაში არიან მოჭადრაკეები, რომლებიც თავდასხმაში ისინი აუცილებლად ეძებენ რაღაცა ხერხებს, რაღაცა საშუალებებს, რომ შექმნან რომ მოჭადრაკე ხო შესწავლილი არის თითქოს, მაგრამ აი ამ თეორიიდან რომ გადმოვიდნენ, მოძებნონ ახალი განვითარება იმ უკვე არსებული ცნობილი თეორიული მასალის. აი მე თვით ყველა ადამიანს იცით ვადარებ რაღაცასთან, იმიტომ რომ წარსულში რაც ჰქონდა იმასთან და მე პატრიარქს ვადარებდი აი მოჭადრაკეს რომელიც ყოველთვის ეძებს აი დავუშვათ რომ მოჭადრაკე სიცილიურ დაცვაში მოძებნოს კიდე ახალი განვითარება ამ პარტიის ხო აი ბევრი ნიჭიერი მოჭადრაკე ცდილობდა რომ მოეძებნოს ხო შესწავლილია ხო ეს სიცილიური დაცვა ხო ყველაზე კარგად არის ეს შესწავლილი მაგრამ კაი ნიჭიერი გენიოსი მოჭადრაკეები პოულობდნენ ახალ იმებს გზებს და აი ზუსტად პატრიარქს ვადარებდი აი ასეთ ადამიანთან რომელიც აი ამ სიტუაციაში ბოდიში და ჩამყაყებულ სიტუაციაში რიგ შემთხვევაში ის პოულობდა ძალიან ასეთი გამრღვევ რაღაცა ნაბიჯებს და ჩვენ მოძრაობდით ჩვენ ვითარდებოდით ანუ ჩვენ არ ვიყავით გაყინული ანუ ჩვენ სულ ვითარდებოდით მე ამას სულ ვზნობდი და სხვათა შორის იცით პატრიარქს უწევდა ახლა პირდაპირ ვეტყვით ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი მის ირგვლივ არ იყო მზად ასეთი ტემპისთვის ხო იმისთვის რომ მისი აღებული ტემპი
ხო? რომ მას ფეხი აუბათ, ხო? ძალიან ცოტა ვინც იყო იმ დროს. და პატრიარქს უწევდა რომ აი გაქაჩოს მთელი ეს ისა და თქვას ან ნუ გეშინიათ, აბა გამომყევით, აბა მოდით. და მან შექმნა აი ის იცით როგორ აი უკვე მერე როცა უკვე ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, უკვე მას ჰქონდა საძირკველი შექმნილი. ხო. ყარი საძირკველი თან ძალიან. ჯერ კიდე მე მოგიყევდო 63 წელს მან მშობლების სახლი გაყიდა, როცა გარდაიცვალა და ამ თანხით აშენა სასულიერო სემინარიის შენობა. ეგ იყო 63 წელს. მაგრამ ჯერ კიდე 89 წელს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო, ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი. პატრიარქმა მოახერხა და გადაიტანა მცხეთიდან სასულიერო სემინარია თბილისში, სიონის გვერდზე და პლუს გახსნა აკადემია და კიდე ძალიან გაბედული ნაბიჯი გააკეთა, რომ აკადემიის გახსნა, ნუ გასაგებია, რომ სემინარიაში და აკადემიაში სწავლობდნენ მარტო მამაკაცები. მაგრამ გახსნა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი და ანთროპოლოგიური ფაკულტეტი. და ამ ფაკულტეტზე უკვე ძალიან ბევრი გოგოები მივიღეთ და ისინი სწავლობდნენ. ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ გოგოებიც იყვნენ. და სხვათა შორის აი ეს ანთროპოლოგიურმა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტმა მერე მოგცა ჩვენ კადრები 90-იან წლებში, როცა სკოლებში აი ეს მასწავლებელი, რელიგიის მასწავლებლები ძირითადად იყვნენ აი ამ აღზრდილები, აი ამ ანთროპოლოგიური ფაკულტეტზე აღზრდილები იყვნენ იმ ფაკულტეტიდან და ესეც იყო ძალიან, იმიტომ რომ წესით ჩვენ ხო არ ვართ ქალი ცოტა ეკლესიაში უკან არის, ხო, გაწეული და მით უმეტეს აი აქ სწავლა და აგერ ხო ხელოვნებათმცოდნეობა და ეს ამანაც ძალიან სერიოზული როლი ითამაშა, რომ აი ეს წლები სანამ ეს იყო დაშვებული ამათმა და სხვათა შორის, ნუ კარგი მასწავლი პროფესიონალურად შეძლეს და სხვათა შორის მე ვიცი რომ ბავშვებს ძალიან უყვარდათ ეს თავიანთი მასწავლებლები, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ 99 წელს ჯერ კიდე უკვე საფუძველი შეიქმნა, იმიტომ რომ იცით როგორ არის ზღაპარი მალე ითქმის, საქმე გძლად კეთდება. ანუ ერთ დღეში იმის სიმღერის არ იყო სოფლის შენებას რა უნდა, ერთი კაი სიმღერა უნდა, ბანიც ხო უნდა ხო. აქ არ ხდება სოფლის შენება ასე არ ხდება ერთი იმის სიმღერით. ანუ იქ უნდა შრომა, იქ უნდა საფუძველი. და აი ამ პატრიარქის ხედვა ყველაზე დიდი მისი დამსახურება, რომ მან ეს ყველაფერი დაინახა. და სხვათა შორის მას ჰქონდა კიდე ესეთი საინტერესო მიდგომები აი ქვეყნის მომავალთან. და ერთხელ ჰქონდა საუბარი და ჩვენ დაგვიბარა და აი რას ფიქრობთ აი მომავალზე, ხო და მე ვთქვი და პატრიარქს ძალიან მოეწონა და თქვა რომ აი ზუსტად ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი, აი რა თქვით? აი როგორ რაზე უნდა ჩვენ ეკონომიკაში რა იმას უნდა განვითარების ეკონომიკის განვითარების რა კუთხეს უფრო მეტად უნდა მოაქციოთ ეკლესიის თუ სახელმწიფოს მომავალ ქვეყნის დიახ ეკლესია და სახელმწიფო არ არსებობს, იმიტომ რომ იცით როგორ არის აი მე ეს ეხლა ცოტა მაშინ გადავხვი არ გადავხვი ეს და შემდეგი მასშტაბი მაგრამ ეს პრინციპში შეხებაში როცა ჩვენ ვამბობთ ეკლესიას ქვეყანა როგორ აი წარმოვიდგინოთ ეხლა მე რანაირად ვარ ქვეყნის გამოყოფ როცა მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენი მრევლი არის ამ ქვეყნის მოქალაქე ხო შენი ამორჩევი ხო და ჩვენი ერთი ვართ ამიტომ ჩემ ტკივილი იქ სადაც ეცეგეთი როგორ არის იცი რომ ვიღაცამ თქვა რომ აი შენ სხეულის რომელიღაც ნაწილს რომ ნაწილზე ჭრილობა რომ მივაყენოთ თელი სხეული განიცდის ხო რა თქმა უნდა ასე არის ამიტომ ეს ერთი ის არის და პატრიარქმა მე უთხარი რომ თქვენ უწმიდესობა აი მე თქვი ადამიანი კი ესეც სჭირდება ესეც სჭირდება ისიც სჭირდება მაგრამ ადამიანი ისე არის გაჩენილი რომ პირველში ადამიანს ჭამა სჭირდება ანუ ადამიანი შეიძლება იმის გარეშეც გაძლოს ამის გარეშეც გაძლოს იმის გარეშეც მაგრამ
დღეში ორჯერ მაინც ცოტა რო იაზრონოს თუნდაც სწორად ხო რომ ნაკვები იყოს უნდა კონდეს საკვები თან და კონდეს ჯანსაღის საკვები ამიტომ მე ვთქვი ჩვენ ხო ვართ გეორგია ფათაშოვის აღდგომის შემდგომ მოციქულებთან ერთად ჭამაო მას ხო ვარ ხო გეორგია ვარ მოცი ეს არის მიწის მოქმედი გეორგია ესე იგი მიწის მოქმედი ხო ჯორჯი და ამიტომ ჩვენ უნდა აუცილებლად თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანას კონდეს თავისი დაცულობა და უსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოება გადის სოფლის მეურნეობაზე. იმიტომ რომ თუ ქვეყანა ძირითადი პროდუქტით, საკუთარი პროდუქტით არის მომარაგებული, ესე იგი ეს ნიშნავს რომ შენ არ გეშინია რა ბოლო-ბოლო რაც გინდა ნაკლებობა სხვა რაღაც იმებში დაუშვათ კრისტიან დიორის ტანსაცმელი თუ მოკაგდა თუ შანელის დუხი ამას გადაიტან იმას ძალიან იოლად გადაიტან მაგრამ თუ თოთო ბავშვს რძის ნაწარმი აბა რა უნდა ახლა ბავშვი რო დედის დუდუს რო დაანებებს მას უნდა სულ რძის ნაწარმი ხო ვერაფრით ვერ შეუცვლი ხო ვერ შეანაცვლებ ამიტომ უნდა და პატრიარქმა თქვა კიო ძალიან სწორია და ზუსტად ამ თემაზე და პატრიარქის ყოველი ესეთი შეხვედრები მისი ქადაგებები ხშირად იყო აი ამ თემაზე რომ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ მიწას იმიტომ რომ მიწასთან მუშაობა აკეთილშობილებს ხო და ასეთი და ცით როგორ არის აი მართლა ძლიერი ადამიანები დიახ აი ისინი ყველანი მიწასთან ახლოს იყვნენ და ამუშავებდნენ მიწას რაღაც ბაღი ჰქონდათ რაღაცას უვლიდნენ რაღაც მოაზროვნეები ხო და იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვათ პირდაპირ ვთქვათ ახლა რაც არ უნდა ჩვენ გავაკეთოთ ადამიანი მაინც ილტვის თავის პირველ მატრიცას და შესაბამისად ჩვენ ადამიანი იყო შექმნილი ედემის ბაღში ანუ ადამიანის ნორმალური მდგომარეობა არის ედემის ბაღი აი რა ჩვენ შეგვიძლია რომ ავდგეთ და თევზი დავიჭიროთ დიდი თევზი და ჩავსვათ ძალიან პატარა აკვარიუმში და რაღაცნაირად ინტენსიურად მივაწოდოთ ჟანგბადი და ის იქ იცოცხლებს რაღაც საჭმელით ჩააგდო მაგრამ ეს ხო არ არის მისი ნორმალური მდგომარეობა ხო ამიტომ ჩვენ ყოველთვის მე იცით არ ვიცი ახლა არ მინდა ისაუბრა რომ აი მე სულ როცა სადღაც შევდივარ ადრე ერთი დედაჩემს მეგობარი ყავდა და მაგას ჰქონდათ ეზო იქ კამოს მიდამოებში და რო შედიოდი ისეთი ლამაზი ბაღი ჰქონდა ეს კაცი რაღაცა ძიძი ერქვა იმ კაცს ხო და ეს ძიძი ისეული და იმ ბაღში რო შევდიოდი რაღაცა ედემივით ხო მახსენდა პატარა ბავშვი ვიყავი მაგრამ აი თითქოს სხვა ატმოსფეროში ვიყავი შევდიოდი იქ და უცბად ხდებოდი ბედნიერი იმიტომ რომ აი ეს მდგომარეობა არის ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი და აი ამაზე ზუსტად საუბრობდა ხშირად პატრიარქი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მიწასთან ახლოს აუცილებლად და იყო რაღაც მეურნეობების შექმნა ყოველთვის მისი მხრიდან იყო ასეთი მცდელობა ამალ თუ შეიძლება რომ აუცილებლად მინდა გკითხოთ რომ აი ერთ-ერთ განსაკუთრებულ აი რა ვიცი ძალიან ბევრი რამე თუ ვინმე საქართველოს რამე გაუკეთა ეს არის ჩვენი უწმენესი და უნეტარესი მართლა აი რაც კი სიკეთე არსებობს ამ ქვეყნად გაკეთებული მისი ძალიან დიდი წვლილია 90% აი თუ ადამიანმა გაიხარა სადმე ეს არის მისი დამსახურება იმიტომ რომ ძალიან თუნდაც რომ ტკივილია და რაღაცა ის ტაძარში რომ მიდიხარ და ის ტაძრები რო არის გახსნილი და ამდენი რაღაცა თუნდაც აი 1000 ტურისტად რო ჩვენ ვიწონებთ თავს ესეც უწმინდესი დამსახურებაა და რა ვიცი აი ვერანაირად ბევრი მონასტრები გარემონდა და აბა სტუმარს მამა ვერ მიიღებ რომ რაღაცა სანაკებო არ თქვა ისეთი რაც პატრიარქთან არ არის დაკავშირებული თუ რამე შეუქებ ყველაფერი არის მისი უწმინდესის დამსახურება და დიდი მადლობა ამისათვის რა ვიცი ძალიან ბევრი ძეგლის გარემონტება ახშენება ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ როცა
სტუმარი ჩამოდის, ხო იმას რა უნდა ესეთი ძველი, ესეთი რა ქვია, არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება. თქვენ მამაო, რა მიგაჩნიათ მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსახურებას კიდე ამ ათასობით დამსახურებასთან ერთად. რა აი თქვენ მნიშვნელოვნად რა ცვლის, იმიტომ რომ ყველა სტუმარს ვეკითხები აბსოლუტურად. იცით რა არის? ნუ გააჩნია ერისთვის პირადად ჩვენ, აი ვინც მასთან შეხებაში ვიყავით, ჩვენ მასგან ვისწავლეთ პატიება და თავდაბლობა. აი მე მინდა გითხრათ რომ პატიება და თავდაბლობა ჩვენ პატრიარქისგან ვისწავლეთ. აი ეს პატიების უნარი. და სხვათა შორის ძალიან ბევრ გაჭირვებულს ეხმარებოდა ფინანსურათაც ეხმარებოდა თუ იყოს საშუალება მციხიდან აი პატიმრების განთავისუფლება სხვათა შორის მან მისი თხოვნით იმიდან როცა მთავრდება პატიმრობის ვადა ერთი დღით ადრე უშვებენ რომ ხო და აი ეს ყველაფერი არის და მაგრამ აი ეს თავდაბლობა და პატიების უნარი ეს იცით ძალიან იცით როგორ არის ბევრი რაღაცა რის სწავლებაც ძალიან ძნელია თუ უბრალოდ ადამიანს თეორიულად ასწავლი და ეხლა მე რომ დაგაჯვინო და გეუბნებ ის უნდა თავდაბალი უნდა აპატიო ეს შეიძლება გული გაგიწოლო მაგრამ პირადი მაგალითი ეს არის ყველაფერი პირადი მაგალითი ეს ყველაფერი არის ჩვენ აი სწავლობთ აი ჩვენ პატრიარქი არ გველაპარაკებოდა არც არასდროს არ ულაპარაკია არც თავდაბლობაზე არც პატიებაზე მაგრამ ყოველდღიურად მის გვერდში ჩვენ ამის მაგალითებს და გაკვეთილებს მისგან ვღებულობდით აი ამაშია საქმე და ეს იყო ძალიან კარგი რომ ძირითადად პატრიარქი არ ცდილობდა რომ ყოფილიყო პატრიარქი არ იყო თეორეტიკოსი ის იყო პრაქტიკოსი მან პრაქტიკულად გვასწავლიდა ჩვენ აი თქვენ მამაო ჩანხართ სხვათა შორის აი გვერდზე წეღან ეხ კადრი იყო აი ისა რა ქვია აი აქ ბევრ კადრში ჩანხართ თქვენ რომ იქ მსახურობთ ტიქაროსნათ აი შემოვლისას ჩანდით ლოჯისტიკით ეხა დავაკვირდები და აუცილებლად შევახსენებ ხო მე ამდენს ვერ დავინახავ იქ პატარებში მაგრამ თავარი რა არის იცით თავარი არის რომ თავარი არის ის რომ ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენ ჩამოვყალიბდით ჩვენ ვართ და ეს არის პატრიარქის დამსახურება, დიდი დამსახურება. ვართ აი ესეთი უდიდესი ეკლესია. ბევრი რაღაც, აი დღეს კიდაც რომ ავიღოთ ამხელა საპატრიარქო რეზიდენცია. იცით რა პატარა? ამდენი ეპარქია, მამა. ამდენი ეპარქია. ამდენი სასულიერო და ყველაზე მაგარი რა არის? პატრიარქი რომ მოვიდა, ერთი სახლიც კი არ იყო იმ პერიოდში ნაკურთხი მამაო და ჩვენო მშობლებმა მამაო ჩვენ ვარ იცოდნენ და დღეს ყველა პატარა ბავშვმაც კი იცის მამაო ჩვენ. შვიდგზის ლოცვანი, რომელიც აი მართლა სუნთქვა სულისთვის, ხო და რამდენი ესეთი. არა, ძალიან ბევრი ახლა მე ისე ვამბობ რომ ჩვენ დღეს ესე იგი ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება რომ ბოლომდე შევისწავლოთ მისი ფენომენი, იმიტომ რომ რა არის იცით არის დრო და იმ დროში თუ შენ რაღაცას მოასწრებ და გააკეთებ, შენ მოასწრებ და გააკეთებ და თუ შენ ვერ გააკეთებ, გამოგჩება ის დრო, ხო? შენ უკვე ჩამორჩენილი ხარ. და დღეს ჩვენმა ეკლესიამ ძალიან დიდი გზა გაიარა. ძალიან დიდი გზა გაიარა. ის პატარა საპატრიარქოდან, რომელსაც პირველ სართულზე ორი ოთახი იყო და ერთი აივანი. ერთი იყო ქორეპისკოპოსი იჯდა, მეოფე კონსტანტინე მელიქიძე, კარგად მახსოვს და მეორე იყო სამდივნო. და მესამე იყო სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ კიდე ოთახი, მაგრამ ის საცხოვრებელი ის იყო და რაღაც ადგილს რო აკეთებდნენ. აი ეს იყო პირველი სართული. მეორე სართული პატრიარქს ჰქონდა მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი და საძინებელი, სამი ოთახი. სამოთახიანი ბინა ქონდა. და წარმოგიდგენთ მამა, მე ბოდიში ვიხდი ერთი გავიხსენებ. მე იქ გაიხსნა გალობის სკოლა მამა. და ამ გალობის სკოლაში ქალბატონი ლია სალაყაია სწავლობდა, სადაც მე ვსწავლობდი და ჩვენ ვერ ვეტეოდით და ამხელა პატრიარქი თავის ამ ყველაფრით ეტეოდა. კი, ეტეოდა, ჩვენ როგორი უპრეტენზიო. ჩვენ ვერ ვეტეოდით, ვიღაცა წარმოგიდგენთ, რამხელა ის იყო და გალობლე 20 ბავშვი დავდიოდი სიტყვა. ხო და აი ეს არის ძალიან დიდი ესეთი, იცით, აი იმიდან სადღაც ეკალბარდებიდან ვარსკვლავებისკენ.
აი ასეთი გამონათქვამი იყო. სადღაც ეკალბარდებში ვიჯექით და ვარსკვლავებისკენ გავფრინდით. აი ეს არის პატრიარქის მოღვაწეობა და ჩვენ ისევ გეუბნები, პატრიარქი იყო ჩვენი ლოკომოტივი. აბა. იმიტომ რომ ის გვაძლევდა ჩვენ აი ამ ხედვას. ის იყო ნამდვილი ლიდერი, იმიტომ კი არ იყო ლიდერი რომ იყო პატრიარქი. აი რომ თანამდებობით არ ყოფილიყო პატრიარქი და რაღაც სხვა თანამდებობა ქონოდა ეკლესიაში. მაინც ლიდერი იქნებოდა უპირობო. ძალიან აი ყველანაირ სფეროს გაამდიდრებდა ესეთი ადამიანი. ნუ საუბარი მე ჩვენ შემდეგში აუცილებლად მამა მე მაინტერესებს რა იცი თქვენი ხართ მომსწრე მამა გაბრიელს და პატრიარქის ურთიერთობის წმინდა მამა გაბრიელს რომლებიც დღეს ერთად არიან და მე მინდა რომ აუცილებლად აი ამ გადაცემის შემდგომ პატარა ჭრა იქნება და ჭრის შემდგომ აუცილებლად ამაზე ვისაუბროთ. მაგრამ დროებით აგიბრუნდებით სმენას ცოტას დავისვენებთ იმიტომ რომ 3 საათი უწყვეტი რეჟიმით მიყვავს და 10 წუთიანი ჭრა იქნება და აუცილებლად აგიბრუნდებით დროებით არ გადართოთ.